როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ რა გაიაზრა კონკრეტულად დღეს ამ ადამიანმა დღევანდელი ენერგიიდან გამომდინარე და ზოგადი გაშლების მადლით ნახოთ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ასეთი თბილი სიტყვებისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ახლა დავბრუნდი სეფორადან და მაქსიმალურად ვეცადეთ რომ მომეშორებინა, მაგრამ არაფერი არ ყოფნის. ამიტომ მომიტევეთ. ეს ყველაზე სასიამოვნო ლაქებია ჩემთვის. მაშ ასე დავიწყოთ. რა გაიაზრა თქვენთან დაკავშირებით? რა გაიაზრა თქვენთან დაკავშირებით? მინიშნებები ძალიან ბევრია. და კონკრეტულად ეს არის მინიშნება, იმპერატრიცას დამუტრიალებული ამოვიდა და აქ დგას მისთვის საკითხი მთავარი გააზრება. ან შენ იქნები იმპერატრიცა, ან არ ხარ, ან მის ცხოვრებაში არ ხარ რეალურად. ხო და ამაზე ფიქრობს, როგორ და რა გააკეთოს, იმიტომ რომ იმპერატრიც არის სტატუსი, იმპერატრიც არის დაფასებული ადამიანი. იმპერატრიცს არ ჭირდება არც არჩევანში ყოფნა, არაფერი არ ჭირდება და მან ეს იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამაზეა მთავარი ფიქრი, მე ვფიქრობ, რომ მაინც პროცესში მიმდინარეობს ყველაფერი, მაგრამ ნახოთ. რა გაიაზრა კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით, რა არის? პირველ რიგში გაიაზრა ის, რომ მომავალისკენ უნდა გადმოდგას ნაბიჯი აუცილებლად. პატარა ნაბიჯი მაინც, იმიტომ რომ მე აქ ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ თუ დგამს ადამიანი მომავლისთვის ნაბიჯს. შეიძლება ეს იყოს ყოველდღიური შეხვედრები, ან უბრალოდ კონტაქტი, მაგრამ თითქოს ურთიერთობას და მამაკაც მომავლის უნი არ ազდის და ძალიან ბევრს ფიქრობს. კონკრეტულად მისი ფიქრი არის მომავალზე რა გადაწყვეტილება მიიღოს თქვენთან. ახლა მომენტისთვის ძალიან რო გითხრათ, ყოყმანში არაა თქო, ვერ ვიტყვი, პირიქით ყოყმანშია, შეიძლება სხვას ურთიერთობაც აქვს და მოკლედ ძალიან ისე ვთქვათ, სერიოზულად აქვს დასალაგებელი და დასაბალანსებელი ყველაფერი და ამისთვის რამეს აკეთებ? გაკეთებაში როგორ რაღაცა იცი, მოუწევს რა თქმა უნდა ამის გაკეთება, მაგრამ ახლა ხო თითქოს აი ამ სანამ რამეს გააკეთებდეს წარმოდგენები აქვს, რაღაც წარმოიდგენს ეს ისე რო იყოს, ის ისე რო იყოს და ეს ყველაფერი ძალიან ხელს უშლის. მე მაინტერესებს ეს ყოყმანი გაგრძელდება შენში? ეს ყოყმანი არ გაგრძელდება, რისკენ არ გაგრძელდება, ვნახოთ. არა, არჩევანს გააკეთებს ყველა ვარიანტში. არჩევანს გააკეთებს თქვენზე ეს ადამიანი და ამ ცხოვრებაში გააკეთებს არჩევანს. უბრალოდ როგორი ურთიერთობა უნდა ერთში რომ შემოგთავაზოს. თითქოს მთლიანად არ უნდა რომ იყოთ მის ცხოვრებაში. რაღაცა მისი თავისუფალი სივრცე უნდა. არ არის მარტივი ადამიანი და იმასაც ძალიან კარგად იაზრებს თქვენთან ურთიერთობა, მას როგორც სჭირდება, ასევე სიამოვნებს. მაგრამ აი რაღაცა რომ შემოგთავაზოს ჯერ არ უნდა ეს ყველაფერი. ცოტა. მაქსიმუმ რა შესთავაზებ ამ კაკოს, აი მაქსიმუმ რა იქნება, რასაც შესთავაზებ. ურთიერთობა უნდა, ურთიერთობა მეტი არაფერი. ან ურთიერთობა, ეს არის კარგი ურთიერთობა. ან ურთიერთობა, ნორმალური ურთიერთობა, ნორმალურში რა შედის ახლა. ყოველ მეორე დღეს კონტაქტი როა მაგალითად, ან დღის ბოლოს რომ მოილებს ადამიანის საქმეებს და ესეთი კონტაქტი ბევრისთვის არა, მაგრამ ასეა. ზოგისთვის იქნება, იცი როგორი კონტაქტი, არაჩვეულებრივი, ნებით სავსე, საჩუქრებს შეიძლება იყოს აქ ყველაფერი, დაგაკმაყოფილებს, მაგრამ იმის იქით არაფერი. ანუ მაინც ამაზეა. მე მაინტერესებს მაინც, აი რა გაიაზრე კონკრეტულად, გავიგე რომ აი მომავალზე უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ დიდად რაღაც გადაწყვეტილება ჯერჯერობით ვერ გავიგე მისგან, თორემ მე კი გავიგე, რასაც უყურებ. ამ გოგოსთან დაკავშირებით რა გაიაზრე? ზუსტად რა გაიაზრე? ზუსტად ის გაიაზრა, რომ ეშინია ამ ურთიერთობაში შემოსვლა ბოლომდე ემოციები. ანუ ემოციურად არ უნდა რომ იყოს რაღაცნაირი, რა ვიცი, გაშიშვლებული ემოციურად. განდეგილშია. პროცესია გააზრების ჯერჯერობით არა. მაგრამ
აფიქსირებს, რომ გრძნობა აქვს შენს მიმართ. მაგრამ მოწყენილი, ანუ ნახე რომ ცნობიერებს, რომ ეს შენს მიმართ მაქვს გრძნობა. პირიქით უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი, მაგრამ ბედნიერი არ არის, რაღაცა დაგრუზული. იმიტომ რომ ყველა ემოციას, ყველა ურთიერთობას მოყვება გაგრძელება და ზუსტად ეს გაგრძელებაა მისთვის პრობლემა. თორე ისე მშვენივრად უნდა ურთიერთობა. ეს არ ვიცი ახლა თქვენ რომ იმპერატრიცა ხართ. როგორი იქნება დრო არ დაკარგოთ ამ ურთიერთობაში ჩაფიქრებული მქონდა რომ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ არაფერი ანუ არც მსხვერპლის მდგომარეობაში არ უნდა იყო არც რაღაცა მსხვერპლის მდგომარეობაში ყოფნას უყურებ იმას რომ გამოსავალს რო ვერ უყურებ კიდე იმას რომ დიდი ხანია თუ ხართ ასეთ სიტუაციაში აზრი არ აქვს რომ კიდე დაელოდო რომ მე არის ნერვიულო რომ აუ კიდე ერთი ცოტა მომეთმინე ერთი 3 წელიონო სისულელი არა 3 წელიო ასე არ გეგონოთ რომ ხუმრობ ამაზე იმიტომ რომ ისე გადის დრო რომ კონსულტაციებზეც რომ მithქვამს რომ არ გააკეთო ესე თქო ხო აი მე ხო მართლა დრო ისე გადის ვერ გებულობ მეც და რომ მეტყვის რომ 3-2 წელი ასე ვართ ხო ფიქრობ მართლა ამდენი დრო გავიდა დრო მალე გადის ძალიან მალე გადის დრო და ამას მიაქციეთ ყურადღება მე მაინტერესებს მაინც ელემენტარული ზუსტი კონკრეტული ფიქრი ამ შემთხვევაში რა არის ზუსტი კონკრეტული ფიქრი შენთან დაკავშირებით იმპერატრიცა კონკრეტულად შენ როგორ ტიპიც ხარ შენ კონკრეტული ტიპი ხარ შენ ისეთი კონკრეტული ფიქრია კონკრეტული ფიქრი იმპერატრიცაზე აქ არის ახლა ორი სიტუაცია რომელიც უნდა ვთქვა იმიტომ რომ ზოგადი გაშლა მაინც შენ ხარ მისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი შენზე აქვს ფიქრი შენთან როგორ დაიკავშიროს ცხოვრება მაგრამ ეს შეიძლება მინიშნება იყოს თვალები კარგად გაახილეთო და თუ ეს ადამიანი პარალელურ ურთიერთობაში რა და მე მართა გეფიცები რა რაღაცა მართლა ეზოთერიკული ხდება თუ მართლა ადამიანი არის პარალელურ ურთიერთობაში იცოდეთ რომ ეს ასე გააგრძელებს და არჩევანს არ გააკეთებს ყოველ შემთხვევაში ამაზე კონკრეტულად არ ფიქრობს და საერთოდ არ აინტერესებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ძნელია მისთვის მოგანიჭოს სტატუსი იმიტომ რომ ეს არის პასუხისმგებლობა და ახლა ორ ადამიანთან პასუხისმგებლობა ძალიან ძნელია იმიტომ რომ მე აქ რასაც უყურებ 100-ია რეალურად 100-ია თქვენ შორის დგას კონკრეტულად ქალი და პენტაკლებზე და შეიძლება ახლა რა თქმა უნდა ან მეუღლეა ან ისეთი მნიშვნელოვანი სტატუსის ადამიანი ან ნუ დედა კლასიკურად იგივე შემიძლია ვთქვა იმპერატრიცაზე ნუ ხშირია კითხვები თუ არის მესამე ფაქტორებში დედა კი არის ნუ მესამე ფაქტორი სხვა დანარჩენ შემთხვევაში კონკრეტულად ამაზე ფიქრობს რადგან ზოგადი გაშლებია ნუ თქვენი ინფორმაციები დაიჭირეთ მე მაინც მინდა დავსვია შეკითხვა გიღირს თუ არა იმიტომ რომ თუ უყურებ შენ ამ გაშლას ესე იგი გიღირს ხო რაღაცნაირად გიღირს თუ არა შენ კონკრეტულად ეს ადამიანი და გიღირს გულისხმობ რომ აუф კიდე კარგი რომ მოვითმინე და მე მივხვდი და მივიღე ის რაც მინდოდა და უკვე ბედნიერი ვართ აი ეს მაინტერესებს გიღირს თუ არა ამ შემთხვევაში რომ აი ეს იგრძნო სამწუხაროდ არა ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ახალი ეტაპი გაქვთ დასაწყები ძალიან ახალი ეტაპი ხო რა ვიცი ახალი ეტაპია ძალიან რატო თქვი არ ვიცი მაგრამ ალბათ თქვენ უფრო მიხვდებით ძალიან ნიშნავს იმას რომ ყველაფერი თავიდან გაქვთ დასაწყები როგორც ამ ურთიერთობაში და საერთოდ ცხოვრებაშიც რაღაცნაირად ასეთი და აუცილებელია ეს რომ დაიწყოთ ამას გეუბნებათ და გოგონებო მე კიდევ ყველას გელოდებით კომენტარებში და ერთი მაინტერესებს ქალური თემებიც არის ეს ძალიან პრობლემური გახდა ტუშის ყიდვა მოღონ მართლა დიორი შმიორი ბიუჯეტური ყველაფერს მივადი მაგრამ არ მომწონს არ არის ხარისხი და მე ვერ ხვდები მე მაქვს პრობლემა თუ მართლა 100-ია მაინტერესებს და მირჩით ისეთი ტუში რომელიც არ გამიწებავს წამწამებს რომელიც არის ბუნებრივი და მე ძალიან მომწონს ლანკომი ძალიან მომწონს, მაგრამ არ მინდა ერთი და იმავეს დაუბრუნდე, მანდა მაინც იმ ხაზს. თან მინდა ყავისფერი. ჟივენშის ყავისფერი რომ ვიყიდე, საშინელება. ანუ მე არავის არ ურჩევ, არ ვიცი, ხო და ძალიან დაბნეული ვარ მართლა. და გოგოშკურად ვიჭორავთ ამ საკითხებზე. რა თქმა უნდა, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და